დილა მშვიდობის მოვედი როგორც იქნა აშვებით აბა როგორ ხართ ჩემ გარეშე ხო არ მოიწყინეთ ხო მოკლედ ნახევარი საათი მაქვს დრო გესაუბროთ მე სამსახურში მივდივარ ყავა რა თქმა უნდა ძალიან ცივა ანუ მარტი ხო იცით როგორია როგორი გადარეული სეზონია ერთხელ მარტი მახსოვს ჩემთან სოფელში ანუ წვიმაც იყო თოვლიც იყო მზე სიცხეები ქარი რავი ყველაფერი მოასწრო მარტის თვემ ერთხელ მარტი ისე დაიწყო და წელს მარტი ისე კარგად დაიწყო ისეთი მზიანი ამინდები მიყვა და ისეთი სიცხეები მიყვა მართლა ზაფხულში რომ არის ხოლმე ისეთი ამინდები მაგრამ აცივდა ისევდა წვიმა და ეგეთი ამინდები წამოვიდა ეხლა გარეთ ვხედავ როგორი ქარია მაგრამ თან მზე ამოვა ჩავა ასე რომ მე მგონი უკვე ისევ გამოსწორდება ამინდები ხო ტელევიზორი წამოვიღეთ სოფლიდან პატარა ჩანს ზოგადად ეს ტელევიზორიც და ეს თაროც ვიდეოში მაგრამ ძალიან დიდი თაროა და ძალიან დიდი ტელევიზორია ჩემმა ძმამ PlayStation-ი დადგა და თამაშობთ ხანდახან ყავა არის უნალექო და ვაფშე ვერ ვსვავ გემრიელად უნალექო ყავას მაგრამ სურვილს მიკლავს ესე ვთქვათ მოკლედ ესე იგი რეებზე მინდა საუბარი დღეს ხო ზოგადად ნახეთ მე ვერ ვდებ ვიდეოებს ხშირად გამომდინარე იქედან რომ მაქვს ძალიან ისეთი დატვირთული გრაფიკი ვარ სტუდენტი თან მაქვს სამსახური და როგორია ჩემი გრაფიკი დილას ვიღვიძებ დაახლოებით 11 საათზე მივდივარ უნივერსიტეტში უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის მაქვს ხოლმე 1-2 საათიანი შვალედი და ეხა სახლში წამოსვლაში და მერე ისე უკან წასვლაში მარტო სიარულში რო არ დავხარჯო ხოლმე დრო პირდაპირ სამსახურში მივდივარ ხოლმე უნივერსიტეტიდან და უკვე სამსახურში ვარ საღამომდე 11:30-მდე 10-მდე ასე რომ დილიდან რო გავდივარ სახლიდან საღამოს შემოვდივარ სახლში მერე წარმოიდგინეთ 11 საათზე რომ მოვდივარ სახლში მერე ვაკეთებ ხოლმე საჭმელს რავი ხან კარტოფილს წვალ ხან ლობიოს ვაკეთებ ხან რაღაცა და ну მოკლედ ძალიან გვიანაც ვიძინებ ხო და გამოვასწორე ძალიან ბევრი რაღაც ანუ ეს პერიოდი რა პერიოდიც ვიდეოებს არ ვდებდი ეს დრო დავახარჯე მთლიანად საკუთარ თავს რა ეხლა თან სწავლას და თან მუშაობას მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი მოკლედ რა ჩემი ფიქრები გამოვასწორე პირველ რიგში ძალიან ხშირად მიტევდა დაღლილობა რავი ემოციური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ყველანაირად ძალიან ხშირად მაწუხებდა ხოლმე დაღლილობა და ეს როგორ გითხრათ ცუდი ფიქრები
არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას და პირიქით, ასე ვთქვათ, დანებებისკენ მიბიძგებდა. მაგრამ თან გავიაზრე ის, რომ ჩემთავს უთხარი, რომ ბაჩო ფსიქოლოგიაზე სწავლობ და ფსიქოლოგობა თუ გინდა, ბევრად მეტი შრომა დაგჭირდება. ანუ ფსიქოლოგი არ უნდა იყოს ჩემნაირი მორიდებული, მორცხვი, ასე ვთქვათ, ეხა სახში ვზივარ, წინ კამერა მიდევს და ჩვეულებრივად ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც საზოგადოებასთან მიწევს საუბარი რეალურ ცხოვრებაში, ვარ ძალიან მორცხვი. ანუ უცხო ადამიანთან კომუნიკაციაში შესვლა რომ მიწევს, თავიდან ვარ ძალიან მორცხვი და ძალიან ისეთი, რომ ჩუმი და 7 ბავშვი რა. ხო და დავიწყე ლექციების მოსმენა, წიგნის კითხვა. ანუ ნახეთ, ადრე თუ ცუდად ვიყავი, შევდიოდი TikTok-ში, ვსკროლავდი და TikTok-ი ხო იცით როგორი პლატფორმაა. აი რაც დაგაინტერესებთ და რა ვიდეოებსაც უყურებთ, ისეთ ვიდეოებს გიგდებთ უფრო და უფრო მეტს. ხო და აი ეს რაღაცა დეპრესიულ ვიდეოებს და ტექსტებს რო უყურებ, უსმენ, უფრო და უფრო მეტს გიგდებს და მე რეალურად ძალიან ითენთები ადამიანი. ხო და ეხლა როდესაც მოკლედ დიდი ხანია ეგეთი პერიოდი არ მქონია, გადაღლის პერიოდი. იმიტომ რომ დავიწყე ჩემი ფიქრების, აზრების მართვა და ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ წაყვანა. ამას რა თქმა უნდა სულ ვცდილობდი, მაგრამ ეს გადაღლილობა და ნეგატიური ფიქრები არ მაძლევდა მაგის საშუალებას. ზურამ ხეიძე არის ფსიქოლოგი ჩემთვის, რომელიც ძალიან ჩემთვის გასაგებ ენაზე საუბრობს და ყველაფერს, ასე ვთქვათ, თავის ცხოვრებისეულ მაგალითებთან ერთად ხსნის. და ვიყიდეთ წიგნიც ზურამ ხეიძე და რამაზ საყვარელიძე ფსიქიკის თამაშები. ხო რა, თხელი წიგნია. და რავი, ზოგადად ჩემი ცუდი მხარე ასევე რაც არის, არ მიყვარს წიგნების კითხვა. მაგრამ ეგეც მიჩვევაზეა, ხო, რამდენი წიგნების კითხვა დამიწყია, ბოლომდე ვერც ერთზე ვერ გავსულ ვარ რა. ხო და აქ არის ძალიან საინტერესო თემები. ადამიანები, რომლებიც თამაშობენ, მანიპულაციები და მათი მნიშვნელობა, დრო და ემოცია, საუბარი ლაპარაკის გარეშე, კრიზისის ხაფანგები, ფსიქოლოგიური დაცვის ტექნიკები. და აი ესე თითქმის ნახევარი წავიკითხე. აი აქ გავარე ხა, გუშინ გადავედი ახალ თემაზე და აი აქ გავჩერდი. მანიპულაციური ტექსტის თავისებურება ისაა, რომ მასზე დაფიქრება შეუძლებელია უაზრო ტექსტის თიშავს აზროვნებას უნარს. ამის შემდეგ ადამიანს იმას გააკეთებინებ, რაც გინდა. მანიპულაციები და მათი მნიშვნელობა. არა კაცო, რა მანიპულაცია არ გამიკვირდა, მანიპულაცია წავიკითხე. ეხლა ვარ ძალიან საინტერესო თემაზე. ეს არის დრო და ემოცია. ნებისმიერი ახალი ტიპის გამოცდილება ემოციას მაღალ დონეზე წევს, ხოლო დროში გახანგრძლივებული ნებისმიერი მსგავსი ემოცია ამას აქვეითებს. აი ეს უნდა წავიკითხო,
იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ეხლა მეც. ნახეთ. მე რო ჩამოვედი თბილისში, მქონდა ცხოვრების ახალი ეტაპი. ნებისმიერი ახალი ტიპის გამოცდილება ემოციას მაღალ დონეზე წევს. ხოლო დროში განხორციელებული ნებისმიერი მსგავსი ემოცია ამას აქვეითებს. ხო და მე რომ მქონდა ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი პერიოდი, აი ყველაფერს რა მაგრა უმკლავდებოდი, იცით? უზომოდ დიდი ენერგია მქონდა. ანუ ძალიან ტვირთავდი საკუთარ თავს. ჯერ პირველ რიგში ის, რომ ეხა ჩემთვის კი უკვე მარტივი გახდა თბილისი შევისწავლე ესე თუ ისე და ყველგან დავდივარ ხოლმე მარტივად, მაგრამ მაშინ ახალი ჩამოსული რო ვიყავი ელემენტარული მეტროშიც კი ვერ დავდიოდი სწორად. ჩამოვედი თუ არა ეგრევე დავიწყე უნივერსიტეტში სიარული. 10 დღეში დავიწყე მუშაობა. დილიდან საღამომდე გასული ვიყავი. სწავლობდი, მუშაობდი და აი ამ ყველაფერს, რავი, თვეების განმავლობაში ისე იდეალურად ვახერხებდი, რომ ხანდახან ჩემ თავს ვეუბნები, რომ ეხლა ის ენერგია მომცა, რაც თავიდან მქონდა თქო. ეს ყველაფერი სიახლე რო იყო ჩემთვის, ჩემ თავს ესე ვთქვათ, ვარწმუნებდი, რომ იყო ძალიან კარგი პერიოდი. სტუდენტობა, მუშაობა, ეს იყო ჩემთვის, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი რა. ხო და იმდენად დიდი ენერგია მქონდა, რომ რავი, ყველაფერს ვახერხებდი. დილას 6 საათზეც რამდენჯერ გამიღვიძია, რომ 8-ზე სამსახურში ყოფილიყავი. ხო და სასეირნოდ გასვლასაც ვასწრებდი, გართობას, საჭმლის გაკეთებასაც, უნივერსიტეტში და სამსახურში სიარულს რა თქმა უნდა. ხო და ნელ-ნელა ეს სამუშაოც მობეზრების პირას წავიდა, ესე ვთქვათ, უკვე ერთი და იგივე სიტუაცია ხლის ადამიანს და ბეზრდება ერთი და იგივე სიტუაცია. ასე რომ ყოველთვის ვფიქრობ, რომ უნდა ეცადო, რომ იპოვო კომფორტი. ანუ კომფორტი, სადაც კომფორტულად არ გრძნობ თავს ადამიანი, იქედან უნდა წამოხვიდე და არ უნდა შეგეშინდეს არაფრის. ანუ ჩემთვის ეს უნივერსიტეტში სიარული და სამსახურში სიარული იმდენად ყოველდღიური გახდა, რომ აქ უკვე შემოიჭრა სიზარმაცის ფაქტორი და ნელ-ნელა მოხდა თუნდაც სამსახურში დაგვიანებებიც, თუნდაც უნივერსიტეტის გაცდენებიც, ეს ორი ფაქტორი ნელ-ნელა შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში და მიიღო ხშირი სახე. და მე ახლა ვცდილობ, რომ აი ეს ყველაფერი, რაც ესე ვთქვათ, გავაფუჭე, გამოვასწორო. ანუ ეს ბოლო პერიოდი მართლა დავიწყე სიზარმაცე. და მივხვდი იმას, რომ აი ამ ყველაფრის გაფუჭების შემდეგ ძალიან ხშირად მიტევდა დაღლილობა და ეს დაღლილობა მანგრევდა. ასე რომ დავიწყე ყველაფრის გამოსწორება. პირველ რიგში რისი გამოსწორებაც დავიწყე, ეს არის ბოლომდე არ გამომისწორებია, მაგრამ ძალიან კარგია დილას ადრე ადგომა და ღამეს შესაბამისად ადრე დაწოლა. ანუ უნივერსიტეტში დასვენება რომ მქონდა ეს თვიანი, ის ერთი თვე მხოლოდ სამსახურში მივდიოდი რა. ხო და ისე ხდებოდა, რომ მხოლოდ სამსახურის დროს ვიღვიძებდი. ანუ რო ვიცოდი სამსახურში წასასვლელი ვიყავი,
ვიღვიძებდი, როგორ იცით, განადილის 9 საათზე. არა, ვიღვიძებდი შუადღის 2-ზე, 3-ზე. აი ესე. და ამ 1 თვის განმავლობაში ეს გახდა ჩემი რუტინა. იმიტომ რომ მე ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ არაფერი საქმე არ ქონდა. ქონდა მხოლოდ სამსახური. და ასევე ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ ძილი ჭირდებოდა. და შესაბამისად ხდებოდა ის, რომ მეძინა, ძალიან ბევრი მეძინა და ვიღვიძებდი ხოლმე მხოლოდ ესე 2 საათზე და 3 საათზე. და ეს ყველაფერი ამ 1 თვის განმავლობაში გახდა ჩემი რუტინა და მე უკვე როცა უნივერსიტეტი დამეწყო და მომიწია დილიდანვე უნივერსიტეტში გასვლა და მთელი დღის განმავლობაში ესე ვთქვათ სიარული და დატვირთვა, მე უკვე ძალიან ვიღლებოდი, იმიტომ რომ გადავეჩვია ამ ყველაფერს. ხო და ყველაფერი არის მიჩვევაზე რა. ეხლა დავიწყე, როგორც გითხარით, წიგნის კითხვა, YouTube-ზე დევს ძალიან უამრავი ფსიქოლოგიური ლექციები, თუნდაც ზურაბ ხეიძის და თუნდაც სხვა ბევრი კარგი ფსიქოლოგების და მე ვუსმენ ამ ყველაფერს ვკითხულობ და მე რეალურ ცხოვრებაში მომყავს ის მაგალითები, რა მაგალითებსაც გვაძლევენ ფსიქოლოგები. და ძალიან მაგარი რამეა რა ფსიქოლოგია. ფსიქოლოგია თუ კარგად იცი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ცხოვრებას მართავ ბევრად უფრო მარტივად ვიდრე სხვა. ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის კითხვა არ მიყვარს, ფსიქოლოგიური წიგნის კითხვა ვიდრე ლექციის მოსმენა ყოფილა ბევრად უფრო კარგი რა, იმიტომ რომ რაც წერია, ყველაფერს იაზრებ რა. თითოეულ იმას აბზაცს რო წაიკითხავ, იაზრებ. თუ ვერ გაიაზრებ, ხელახლა კითხულობ და აი ეს არის წიგნის დადებითი მხარე. ხო. 17 წუთია. 1:15 წუთიც და უნდა გავიდე. ძალიან ცივა, კურტკით დავდივარ. კიდევ უნდა გითხრათ ის, რომ დედიკო და მამიკო გავაცილეთ უცხოეთში, იტალიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლები ისევ ემიგრანტები მყავს. ხო. ჩემები რო გავაცილე და თბილისში ჩამოვედი, მეორე დღეს გადავიღე ვიდეო ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად ემოციური ვიყავი, ვიტირე კიდეც ვიდეოში, რომ გადავწყვიტე არ დამედო ის ვიდეო და ეხლაც გალერეაში მაქვს. ხო და ეხლა უკვე ძალიან წყნარად და მშვიდად გესაუბრებით ასე ამ ვიდეოში. იმ ვიდეოს არ დავდებ რა. ვფიქრობ, რომ სწორი დროა, როცა მშობლები, ეხლა არის სწორი დრო, რომ მშობლები იყვნენ უცხოეთში, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მე და ჩემი ძმა რო სოფელში ვიყავით, მაგ პერიოდში ხო იყვნენ ჩემი მშობლები ემიგრანტები და მაგ პერიოდში ხა სოფელში შემოსავალიც არაფერი არ არის. შემოსავალი არის თუ ხარ მშრომელი, მაგრამ მე და ჩემს ძმას არაფერი არ გვყავდა გარდა ცხოველებისა
შემოსავალი არაფერი არ იყო და ძალიან ბევრი გვეხარჯებოდა ჭამასმაში, ყველაფრის ყიდვაში და სოფელში ვერ ვიყავით იმდენად კარგად რა. ანუ ქალაქს აქვს ეს დადებითი მხარე, რომ შენი განვითარებისთვის, შენი ცხოვრების უკეთესობისკენ წაყვანისთვის თბილისი არის იდეალური. იმიტომ რომ თუ მუშაობ ადამიანი, იცი შრომის ფასი და იცი საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულის ფასი რა. ანუ ნელ-ნელა ეჩვევი იმას, რომ ეს ფული შენი შრომით არის გამომუშავებული და სწორ საქმეს უნდა მოახმარო. ხო და ეხლა ორივე აქეთ ვართ მეც და ჩემი ძმაც. დროც გავყავს ძალიან მარტივად, იმიტომ რომ დილიდან საღამომდე გასული ვარ. თან სამსახური გვაქვს რაღაცა, ჩვენი შემოსავალი გვაქვს. ნუ ჩემ ძმას ჯერ არა აქვს სამსახური, მაგრამ ჩემს ძმაშიც ვატყობ ცვლილებებს, რის გამოც მინდოდა რომ ჩემი ძმა თბილისში ჩამოსულიყო. მე რომ სტუდენტი გავხდი, მარტო ვიყავი რამოდენიმე თვე რა, 4 თვე ალბათ. და სულ ეხვეწებოდი ჩემს ძმას რომ ჩამოდი ბიჭო თბილისში, იმუშავე რაღაცაკენი. ხო და იმიტომ მინდოდა ჩემი ძმა ჩამოსულიყო, რომ მიჩვეო და ესე ვთქვათ პირველ რიგში მუშაობა დაეწყო, თავისი შრომა, თავისი შრომით გამომუშავებული ფულის ფასი ესწავლა და ასევე გამოსწორებულიყო იმ მხრივ, რომ ჩამჯდარიყო გრაფიკში. დილას ადრე ადგომა სამსახურის გამო, ღამე ადრე დაძინება და ასე შემდეგ რა. აი ესეთ ცხოვრებას მინდოდა მიჩვეულიყო. ჩამოსულია უკვე 2 თვე ალბათ და ჯერ ესე ვთქვათ ისეთი სამსახური არ აქვს რა. ოფიციალური, როგორც მე მაქვს ახლა. მაგრამ დადის ხოლმე ხანდახან, როცა გამოჩნდება ეგეთი სამუშაო დღიურზე რა. და 100 ლარს, 150 ლარს აძლევენ ხოლმე დღეში. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათად და ვატყობ იმ ცვლილებებს, რომ რავი რა, მაგასაც აქვს გეგმები რაღაცეები და ცდილობს, რომ ის გეგმები რეალობაში მოიყვანოს და ძალიან მაბედნიერებს ეს ფაქტი. ხო და მოკლედ აი ახლა იმდენად აღარ მიჭირს. ანუ ვიდეო რო გადავიღეთ წინ, ესა რო გითხარით მშობლები გავაცილეთ თქო და რო ჩამოვედი მეორე დღეს ვიდეო გადავიღეთ თქო, იმ ვიდეოზე სათაური მინდოდა დამეწერა ესეთი. როგორი იცით? ისევ ისეთივე რთულია. ანუ ისევ ისეთი სირთულის გადატანა მიწევს, როგორც ადრე. ესეთი სათაური მინდოდა დამეწერა, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, როგორც პირველად იყო რთული, ისეთი რთული აღარ არის. იმიტომ რომ ბავშვობიდან დედაჩემს არ ვცილდებოდი, ანუ ძალიან დიდ ასაკამდე დედაჩემს და მამაჩემს შუაში ვიწექი ხოლმე და ესა გასაქცევი ვარ უკვე. დედაჩემს და მამაჩემს შუაში ვიწექი ხოლმე და არასდროს არ ვიყავი მიჩვეული დედაჩემის გარეშე ყოფნას, იმიტომ რომ სადაც მიდიოდა ყველგან დავყვებოდი და საერთოდ არ ვცილდებოდი გვერდიდან მოკლედ. და პირველად რო ემიგრანტი გახდა, მაშინ ძალიან რთული იყო. მით უმეტეს პირველი 1 კვირა გამიჭირდა. მაგრამ მივეჩვია ამ ყველაფერს. და ეხლა იმიტომ არ არის ისეთი რთული, როგორიც პირველად, რომ ეხლა ჩემები რო სოფელში იყვნენ და მე რო თბილისში ვიყავი, ისედაც ხომ მიჩვეული ვიყავი მათგან შორს ყოფნას, ესე ვთქვათ. და ეხლაც აქეთ რო ჩამოვედი, აი რატომღაც ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემები ისევ სოფელში არიან რა.
შესაბამისად არ მიჭირს იმდენად. ხო. თან უნდა გაიაზრო ყველაზე მთავარი ის, რომ მშობლები შვილების გამო აკეთებენ ყველაფერს, რასაც აკეთებენ რა. იმიტომ რომ მერთმა დიდხანს მიმყოფს ჩემი მშობლები, მაგრამ საფლავში არავის არაფერი არ მიაქვს. და მე ვიცი დედაჩემის განზრახვა, რატომ აკეთებს, რის გამო აკეთებს, იმის გამო აკეთებს, რომ შვილებს შეუქმნას უკეთესი მომავალი. ანუ ეხლა მე რო ვიხდი ამ ბინაში 600 ლარს, მე რომ მქონდეს ბინა თბილისში, 600 ლარი ცოტა შეღავათია? 600 ლარის გადახდა რო არ მიწევდეს. ეს ხო არ არის პატარა კი არა, ძალიან დიდი შეღავათია. ხო და ზუსტად ეს უნდა რომ რაღაცა უკეთესი მომავალი შეგვიქმნას რა. და რა ვიცი. ყველაფერი კარგად იქნება. და მოკლედ ეს არის რა. სხვა რა ვიცი რისი თქმა მინდოდა. ვიდეოების დადებას ხშირად ვერ ვახერხებ. მე ზოგადად ისეთი კონტენტი მაქვს არჩეული, რომ ყველაფერს უნდა ვიღებდე და ყველაფერს უნდა ვდებდე. აი სახში ელემენტარული საჭმელს ვაკეთებ, შემიძლია გადავიღო ვიდეო და დავდო. მაღაზიაში რაღაცის საყიდლად მივდივარ, შემიძლია გადავიღო ვიდეო და დავდო. მაგრამ ვერ ვახერხებ. მე ესე თუ მოვახერხებ ხოლმე თავისუფალ დროს, რომ დავჭდე და 1-20 წუთი, 30 წუთი გესაუბროთ. ხო და ამასაც ძალიან იშვიათად ვახერხებ. ასე რომ მაპატიეთ ეს ვერ ვაქტიურობ ისე როგორც საჭიროა. მაგრამ არა უშავს. მზემ გამოანათა. და ეს არის მოკლედ რა. თავარია მართოთ თქვენი ფიქრები. სწორად. მე ნელ-ნელა ვიწყებ ყველა ცუდი თვისების გამოსწორებას და ნელ-ნელა ვცდილობ შევუდგე უკეთეს ცხოვრებას. ეს უენერგიობა, გადაღლილობა და რაღაცა ძალიან ხშირად მიტევდა და კიდევ მინდოდა რომ დამეწყო ესე ვთქვათ სწორი კვება. არა წონის დაკლების ან რაღაცა მაგ მიზნით მე კიდე წონის დაკლება მინდა. უბრალოდ ვფიქრობდი რომ არასწორი კვებაც იყო იმის ბრალი უენერგიობის. გვიან ჭამა და ძალიან ცხიმიანის და ესეთების ჭამა რა. ხო და TikTok-ზე ესე ვთქვათ ყველა ვიდეო შევინახე, რაც სწორ კვებას ეხებოდა და მინდოდა დამეწყო სწორი კვება, მინდოდა დამეწყო სამსახურში ლანჩბოქსის ტარება, მაგრამ არის ის ფაქტი, რომ მე ხო აქ მარტო არ ვარ. მე კი ჩემთვის გავიკეთებ ახლა საჭმელს რაღაცას, მაგრამ ჩემს მასაც სწორ კვებაზე ხო არ გადავიყვან, მოკლედ მე თუ მინდა ეს რომ სიტყვაზე ძალიან ისეთი რაღაცები ვჭამო, ხილი, ბოსტნეული, უცხიმო საჭმელები, წიწიბურა და ასე შემდეგ, ჩემს მას ხო უნდა რაღაც კაი საჭმელი. ასე რომ არა რა, რასაც ვაკეთებ სახლში, იმას ვჭამთ ყველა რა. ერთხელ სამსახურში კი წავიღე ლანჩბოქსი. რაღაცა ის მქონდა, რა ქვია, ხალვა მქონდა. ანუ აი ესე ხალვაზე ესე შეყვარებული ადამიანი
ჩემს მეტის სხვა არ ვიცი არის თუ არა ესე სიგიჟემდე შეყვარებული ხალვაზე. წავიღე ხალვა, შოკოლადი, ვაშლი დავჭერი, წავიღე და ესეთი რაღაცები ჩავალაგე ლანჩბოქსში და წავიღე სამსახურში. მე მაშინ ვიყიდე გორგიაში. აეროგრილი რო ვიყიდე, მაშინ ვიყიდე ლანჩბოქსიც, მაგრამ სიტყვაზე გააკეთე რაღაცა წვნიანი. ვერ ჩაასხავ მაგ ლანჩბოქსში. იმიტომ რომ წყალი ჩავასხი და რო დავხურე გვერდებიდან კრუგში სულ გამოდის წყალი. ასე რომ რა ვიცი რა. ისიც ვერ განახეთ. აეროგრილი და რაღაცეები რო ვიყიდე, რავი, მაგ პერიოდში ძალიან არეული ვიყავი და მაგისთვისაც ვერ მოვიცალე. მოკლედ გეტყვით უცებ რომ 99 ლარად ვიყიდე აეროგრილი, მხოლოდ ზედაწვა აქვს, მაგრამ ძალიან კარგია, რომელსაც მოყვა საჩუქრად უთო, პატარა საყვარლობა უთო. უთოც გამოვიყენე, იდეალურია. აეროგრილიც ძალიან ბევრ რამეში გამოვიყენე, ოჯახურიც გავაკეთე, კარტოფილი და ხორცი შევწვი. რავი, ისე კარტოფილიც შევწვი, თითქმის ყველაფერში გამოვიყენე. მაგრამ ერთი რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ბატიბუტი მომინდა ღამე. ხო და ქვაბი გასარეცხი მქონდა და აეროგრილში ჩავასხი ზეთი, მარილი, პოპკორნის კეკლები და არა აფაშკვალა. ანუ ძალიან დიდი ხანი ვაცადე, მაგრამ 1-5-10 კეკალი ააფაშკვალა და დანარჩენი დაწვა. ძალიან გაოცებული ვარ, ანუ ბატიბუტის აფაშკვალებას რა უნდა, ხო? გაზი, ზეთი და რო გაცხელდება, სკდება. მაგრამ აეროგრილმა რატომღაც არ დახეთქა და არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვიყავი მაგით. დანარჩენი რავი ყველაფერში გამოვიყენე და იდეალურია. ეგეთი გეგმა მქონდა რომ თუ ვიყიდი კარგს თქო, აუცილებლად ზედა ქვედა წვით თქო და დიდი ზომისას თქო, მაგრამ რავი, მოხდა ისე რომ უთო მიმდენად იმოქმედა ჩემზე ეს მარკეტინგული ხრიკი. ეხა კლათ უთოს გამოც არ მიყიდია, მაგრამ სხვა უკეთესი ვერაფერი ვერ ვნახე იმ დღეს და ვიყიდე ეს. 100 ლარად უთო ღირდა 20 ლარი ცალკე. რომელიც მოყვა საჩუქრად ამ აეროგრილს. და რა თავის საქმეს აკეთებს და ძალიან მომწონს. მაგრამ რაღაცა სასწაული რომ მეგონა, ისეთიც არაა რა. ყველაფერში არ ვიყენებ ხა. როცა მინდა კარტოფილი გემრიელად შევწვა და ვჭამო, წვავ გაზზე. აეროგრილი ვაფშე სხვანაირად წვავს. მაგრამ რაღაცეებში ვიყენებ ხა ტყილის მოხალვა ისა. ეგეთ რაღაცეებში ვიყენებ. დავედი მეგობრებო. დაგემშვიდობებით ახლა გემრიელადაც გავიზმორე. აბა დროებით გავიქეცი ახლა სამსახურში. ოი ხო, სულ დამავიწყდა მეთქვა. აი აქ რო წერია, მესამედ ვკითხულობ უკვე. ნებისმიერი ახალი ტიპის გამოცდილება ემოციას მაღალ დონეზე წევს, ხოლო დროში გახანგრძლივების ნებისმიერი მსგავსი ემოცია ამას აქვეითებს. ნახეთ, ახალი ტიპის გამოცდილება. მე მაქვს ახლა ახალი ტიპის გამოცდილება რამ ხრივ იცით? სამსახურში ჩემმა თანამშრომლებმა, მენეჯერმა და ადმინისტრატორმა სამწუხაროდ დატოვეს სამსახური, ტოვებენ და მე გადავედი ახალ პოზიციაზე, ადმინისტრატორობაზე, რომელსაც ფიზიკური შრომა შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებად უწევს, ვიდრე მოლარე კონსულტანტს, მაგრამ უწევს პროგრამის სწავლა და არის დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ოდნავ რაღაცა პატარა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი პრობლემა. და ეხლა არის ზუსტად ის პერიოდი, რომ ემოცია მაღალ დონეზე მაქვს აწეული.
ანუ ამ ახალი ტიპის გამოცდილებამ გამოიწვია ჩემი ემოციის და მოტივაციის და ენერგიის ისევ მაღალ დონეზე აწევა. მაგრამ მოვა დრო, რომ გავადრო უпроსწორედ. გავადრო და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ადმინისტრატორობაც ძალიან მომბეზრდება. ეხლა ხომ აქვს ის პერიოდი, რომ სტაჟირება გავიარე ერთკვირიანი გამოცდა ჩავაბარე და ეხლა მაქვს ის პერიოდი, რომ ერთ სული მაქვს როდის გადავალ ადმინისტრატორად და ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ. მაგრამ აბა ეხლა რომ ვკითხო ჩემს ყოფილ ადმინისტრატორს, უკვე როგორი მობეზრებული აქვს, იცით ეს ადმინისტრატორობა და როგორი დაღლილია ამ ადმინისტრატორობით, ეგრე ვიქნები რაღაც პერიოდის შემდეგ მეც. ნუ ერთი და იგივე ყველაფერი მოსაბეზრებელია, რავი. თუ შენთვის ძალიან შენთვის საყვარელ საქმეს თუ არ აკეთებ, რაც ბავშვობიდან, ესე ვთქვათ, აირჩიე, სხვა შემთხვევაში მოსაბეზრებელია ეს ერთი და იგივე ყველაფერი. მე ეგრე ვფიქრობ, ხა იმას არ ვგულისხმობ შენ, რომ ბავშვობაში გინდოდა მასწავლებლობა და იმისათვის, რომ გამხდარიყავი მასწავლებელი, ძალიან შორი გზა და ძალიან დიდი გზა გაიარე და გახდი მასწავლებელი. შენ თუ ეს საქმე ძალიან გიყვარს და თუ გინდა რომ მთელი ცხოვრება ამ პროფესიას ემსახურო, აქ ნაკლებად არის ის ფაქტორი, რომ მოგბეზრდება, რადგან ერთი და იგივე საქმეს გადიხარ. ეს პროფესიას ეხება, მაგრამ როცა სამსახურს ვეხებით ან რაღაცა სხვა რამეს, ერთი და იგივე, ჩემთვის ერთი და იგივე მოსაბეზრებელია რა. თან ბევრად უფრო მალე მბეზრდება რაღაცები, ვიდრე სხვებს. ესე ვფიქრობ მე და თქვენ რას ფიქრობთ ამ თემებთან დაკავშირებით, დამიწერეთ კომენტარებში. წავედი ახლა გავიქეცი, თორემ ვაგვიანებ აბა დროებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას.